გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგემთხვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხիկ ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები ამის შემდეგ ივან ცარევიჩმა პიტა, შენ მულტფილმი ჩართე, მე ნაყინს მოვუტან. ცოტას შევჭამთ, შეიძლება? ტელევიზორი არ მუშაობს. მაცივარიც არ მუშაობს. ნაყინი სულ გადნა. ელექტროენერგია არ გვქონია. არც მულტფილმები, არც ნაყინი. ასე როგორ უნდა ვიცხოვროთ? ისე ვიცხოვრებთ, როგორც ადრე ცხოვრობდნენ. ძველებურად ვიცხოვრებთ. მე მაქვს ძველი დინამო მანქანა. მას თუ დაატრიალებ, ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. კარგი, მეზობლებთან გავალ, ნახავ მათ თუ აქვთ შუქი. არ გამოდის, დაჟანგდა. ძლიერად უნდა ატრიალო, რომ ნატურა აინთოს. დაჟანგებულია, როგორ უნდა დავატრიალოთ? მოდი, ტურბოზავრები გამოვიძახოთ. ტურბოზავრები გამოიძახეთ? მიეცით პროფესიონალ საშუალებას საქმე გააკეთოს. პროფესიონალს მიეცით საშუალება საქმე გააკეთოს. მართალია, შენ კი ზერ დასაზვერად გაფრინდი, გაიგე რატომ არ არის აქ შუქი. ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრები წინ. ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ. ელექტროენერგია იმიტომ არ არის, რომ ერთ-ერთი გენერატორი წაიქცა და ასე რატომ იყურებთ? გენერატორი ძლიერი ქარის გამო წაიქცა. ეს პროპელერი რად უნდა? ის დინამო მანქანასავითაა. ოღონდ აქ ქარი ატრიალებს ფრთებს, ისინი კი ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, რომელიც შემდეგ მაცივარსა და ტელევიზორს ამუშავებს და შუქით წინთება. ქარის გენერატორი რომ შევაკეთოთ, თავის ადგილზე უნდა დავაბრუნოთ. ტრაკ, შენ მას ასწევ. ჩვენ დაგეხმარებით, შენ კი ზერ, ალამი დაგვიქნიე, როცა გასწორდება, გასაგებია? გავიგეთ? ტურბოზავრებო, წინ! კარგია? ასიეთ? აი, ასე. უბრალოდ სიღრმე შევამოწმე. ფრთხილად ძალიან ღრმა ორმოა. ახლა ფუტკარს ვიგერიებდი. ბოც, უფრო მაღლა უნდა წამოვდოთ. ანკის გვარლი კი მოკლეა. ვიცი რა არის საჭირო. მაგარია.
ვაშა! ავწიეთ! ვაშა, ახლა ქალაქს ისევ აქვს ელექტროენერგია. ხუთსუჩი გამაგრდება და ქვასავით გახდება, ვერანაირი ქარიშხალი ვერ წააქცევს. კოჩს რა ვუყოთ? უნდა დავიჭიროთ. ტურბოზავრებო, კოჩი შევაჩეროთ წინ. ელექტროენერგია ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოგონებაა. ბებია, დინამო მანქანა დავატრიალეთ, ნატურა კი მაინც არა ინთო, რატომ? ნატურა ხომ 100 წლის წინ გადაიწვა. დაბადების დღეს გილოცავთ ტრაკ. ეს კი ჩვენგან საჩუქარი. ჩვენი საერთო ფოტო. ახლა ტრაკ, სანთელი ჩააქრე და სანუკვარი სურვილი ჩაიფიქრე. და რა? ასრულდება? აუცილებლად დასრულდება. მინდა ვისწავლო სკეიტით სრიალი. სკეიტი შენ წინ უნდა გააგორო და ზედ შეხტე. აი, ასე. ჰო. სკეიტი წინ უნდა გავაგორო და ზედ შევხტე. სრიალის რა უცნაური სტილია. მოდი, უფრო ფრთხილად ცადე, კარგი? მითხარით, როგორ გამომდის? ძალიან კარგად გამოგდის, მაგრამ ვფიქრობ, უფრო დიდი სკეიტი გჭირდება. ერთი იდეა მაქვს. აი, ამითი ვარჯიშებ. ოღონდ გთხოვ, არ გატეხო, თორემ ბებია გაგვიბრაზდება. მოდით რაკ სპეციალური ტრეკი აუშენოთ. ვაშა, ტრეკს ვაშენებთ, ტრეკს. ტრეკი შენდება ტრეკისთვის. აი აქ ავაშენებ ტრეკს. მე ქვიშას მოვაშორებ, თორი ქვებს დაამტვრევს, ანკი დატვირთავს და გადმოტვირთავს, ტრაკი კი გამყოფებს და აყენებს. ამოცანა გასაგებია? ტურბოზავრებო, წინ! აბა ვნახოთ რა ტრეკია. მოიცადე, დამელოდე.
ტრეკი ტრაკისთვის მზად არის. მზად არის, მაგრამ ბევრი მტვერია. მიდი ტრაკ, ნუ გეშინია. აუცილებლად გამოგივა. Yoo-hoo! Hoppa! მიდი. მაგარია. გამოგივიდა. ვაშა. გმადლობთ მეგობრებო, რომ სანუკვარი სურვილის ასრულებაში დამეხმარეთ. მაგარია. მაგარია. რა მაგარია? ოჩაღ, მაგარია. მალე ჩემი დაბადების დღე იქნება. ჯობს წინასწარ მოვიფიქრო სანუკვარი სურვილები. მე მინდა ეს მე ორ შევჭამდი, არ გამიჭირდებოდა. მე სამს. არა, სამი ანანასი არ ჩაგეტევა. დიდხანს შევჭამ. მაგალითად ერთი კვირა. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ცალი გვქონდა, ძალიან გემრიელი იყო. რა? გემრიელი? მხოლოდ ერთი? ანანასი, ბებიამ გვიყიდა. ასეთი ბოსტნეული ან ხილი. ნამდვილი ანანასი ბალახოვანი მცენარეა. ინტერნეტში ასე წერია, მე თვითონ წავიკითხე. მეც მინდა ბალახოვანი მცენარე. მეც მინდა. ყველას გვინდა. ანანასი აღარ არის. სად არის? შევჭამეთ. ასეც ვიცოდი. იდეა მაქვს. ანანასის წვერი დარჩა. შეგვიძლია დავრგათ და ახალი ანანასი გაიზრდება. წვერი? სად არის? მოდით სასწრაფოდ დავრგათ. ჩვენთან ანანასი არ გაიზრდება, სათანადო პირობები სჭირდება. უნდა შევუქმნათ. სითბო სჭირდება და ბევრი წყალი. ორანჟერიას ავაშენებთ. ეს მეფე ლეოპოლდ მეორის სასახლის ორანჟერეა. შეგვიძლია ასეთი ავაშენოთ. ეს ხომ ნამდვილი სასახლეა. მერე რა? რით ვართ ლეოპოლდზე უარესები? სკულპტურებიც უნდა დავდგათ? ტრაქს დავაყენებთ მორზე. ის იქნება სკულპტურა. გეყოფა სისულელეები, სკულპტურები არ გჭირდება. სასახლის თანამედროვე მასალით ავაგებთ, ლითონის მილები დაგჭირდება. მინა? სად უნდა ვიშოვოთ? სოფლის ბოლოში ცოტა ხნის წინ ახალი სახლი ააშენეს და მთელი გროვა სამშენებლო ნაგავი დარჩა. მართალია, ბებია ჭხობობდა, როდის გაიტანენო ამ ყველაფერს ნაგავსაყრელზე. ჩვენ გავიტან და ანანასიც გაიზრდება. ტურბოზავრებო წინ! საინტერესოა. მე ვიტყოდი, რომ ძალიან საინტერესოა. ტრაკ, კარკასი მოამზადე. თორ, მიწამოთხარე და ტრანშია გათხარე ტბისკენ. ტრაკი მაშინ მილებს ჩადებს, მოსარწყავად დაგჭირდება. ტურბოზავრებო წინ! მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ. ასე. კარგია.
მეც მინდა დაგეხმაროთ. შენ სამეთაურო პუნქტი იქნები. მარჯვნივ, ასე სწორია. უფრო მაღლა აქციე? ჰო. ტრაკ, ახლა ეს რკალები მიწაში ღრმად უნდა ჩაარჯო, გესმის? თორ, დრაშია გათხარით მისკენ. მცენარეებს წყალი სჭირდებათ. კარგია. თითქმის ისეთივე გამოვიდა. ვაშა, ეს შევძელით ყოჩაღები ვართ. დაწვერი? როდის უნდა ჩავრგათ? დღესო ჩავრგავთ. ანანასი როდის იქნება მზად? ხვალ არა? არა, ზერ, მოგიწევს მოითმინო. კარგი, მზად ვარ. მოვწყავ, მოუვლი და მოვითმენ. ვიღაცის ნაბიჯების ხმა მესმის დავიმალოთ. ეს რა არის? საიდან გაჩნდა ასეთი სილამაზე? ჩვენ თვითონ არ ვიცით, როცა მოვედით აქ და გვხვდა, ალბათ არავისი არ არის. კარგია, რომ არავისი არ არის. ხედავ ანანასებს ზრდით. მე კი პომიდორის ჩითილებს მოვიტან. ბევრი ადგილია. ახლა პომიდორების მორწყვაც მომიწევს. ნეტავ, ანანასი ვით გემრიელია? რამდენი მუხლუხი გაჩნდა ჩვენთან. რა საშინელება? თქვენმა მუხლუხებმა მთელი ჟოლო შემიჭამეს. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩემი მუხლუხებია? თქვენ თვითონ თქვით, რომ მუხლუხები ყავთ. ბავშვებო, მაღაზიაში გაიქეცით და მუხლუხების საწინააღმდეგო საშუალება მოიტანეთ. მე მანამდე ცოტას დავისვენებ. წარმოგიდგენიათ? აი, ამხელა მუხლუხებია. მეზობელი გამოხდა და ხვირილი დაიწყო. რა საშინელება? რა საშინელება? ესე იგი ამბობ, ეზოში მუხლუხები გაჩნდა, მეზობელთან კი საშინელება ხდება? წარმოგიდგენიათ, მუხლუხები. აი ამხელა. ზერმა უკვე ყველაფერი გითხრა. დასხედით. მაღაზიიდან მუხლუხების საწინააღმდეგო საშუალება წამოვიღოთ. მეც წამოვალ თქვენთან ერთად. ვაშა, საშუალების მოსატანად მივდივართ. ერთი იდეა მაქვს. რა? უკვე მოვედით? სად არის მაღაზია? როგორ ფიქრობთ, იქნებ ფერი შევიცვალო. ახლა წითელია მოდაში. ჩვენ რა, სპეციალურად ყველა გუბურასთან გავჩერდებით? არა, ვფიქრობ, ლურჯი ფერი უფრო მომიხდება. დედა მეუბნებოდა, რომ ჩვენი სამყაროდან აქ არაფრის მოტანა არ შეიძლებოდა. ძალიან სახიფათოა. საშიში არაფერია. ჩვენ სამყაროში ეს მცენარე საუკეთესო საშუალებაა მუხლუხებთან საბრძოლველად.
ის უნდა მოვწყათ. რა უცნაური სიზმარია. წარმოგიდგენიათ? იქ, აი ამ ხელა. რა, ისევ მუხლუხებია? არა, იქ საშუალებამ ჭიშკარი შეჭამა. რა საშუალებამ? რაო გაუმაძღარო, შემჭამია რა? აი ეს კადრი განსაკუთრებით კარგად გამომივიდა. შეხედეთ, როგორი რაკურსია. ეს მტაცებელი მცენარეა ადამიანებისთვის განსაკუთრებით საშიშია. უნდა ამოვთხაროთ და ისევ ჩვენ სამყაროში გადავიტანოთ. ტურბოზავრებო წინ! დრაკ, შენ მის ტოტებს დაიჭერ. ანკი, შენ კაუჩს ამოსდებ და მიწასთან დასწევ. თორ, შენ ფესვებს ამოთხრი. შეუძლებელი არაფერია. ბავშვი საფრთხეშია. ზერ, მცენარე უკან ჩვენ სამყაროში წაიღე. ჩვენ კი სანამ ბებია გაიღვიძებს, გალავას შევაკეთებთ. გამარჯობა, საით გაგიწევიათ? ლაშქრობაში მივდივართ ნამდვილი ტურისტებივით. სადილისთვის დაგელოდებით, ტურისტებო. ლაშქრობა ძალიან მაგარია, მაგრამ დღეს წვიმა გამოაცხადეს. ჩვენ კარავი გვაქვს წყალგაუმტარი. კიდევ შორია. კარავი მძიმეა, დავიღალე. მოითმინე. ნამდვილმა ტურისტებმა შეიძლება ერთი კვირა ატარონ კარავი. წვიმაც იწყება. კატამ ხო გაგვაფრთხილა. კარგი. აქ დავდგათ კარავი. მაგარია. ნამდვილი ლაშქრობა. ნეტავ როგორ არიან ჩემი ტურისტები? ალბათ დასველდნენ. ღრმა, ჩვენ კი ცურო არ ვიცით. სახლში მინდა. სადილის დროა. შვიდად? საჭმელი აქ მოვძებნოთ. კუნძულზე. სადილის დროა ბიჭები კი ჯერ არ დაბრუნებულან. უკვე ნერვიულობ. წადით წამოიყვანეთ. თქვენ ხომ ჩვენი ტყე ძალიან კარგად იცით. რა თქმა უნდა დეიდენორა, ახლავე. და ღვეზელები წაუღეთ, იქნებ მოშივდეთ. თქვენ თვითონაც მიირთვით. მადლობთ, მალე დაუბრუნდებით. სადილისთვისაც არ მოვიდნენ. მოკლედ უნდა ვიპოვოთ. ზერ შენი იმედი გვაქვს. სამძებრო პტერადაქტილი გაზაფრენად მზად არის. რომ საჭმელს უნდა წამოგვეღო. არანი და კომპასი წამოვიღე. კომპას ვერ შეჭამ, მე კი მშია. ო, რთულია მოცანა.
რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. შეხედეთ. ეს არის კუნძული. ორია და ფედია აქ არიან. გარშემო წყალია. აქ კი ტბა არის. ჩვენ გავთხრით არხს, საიდანაც წყალი ტბაში გადავა. კარგად ნახეთ. სტიქიური უბედურება, წყალდიდობა. ტურისტები მატერიკს არიან მოწყვეტილები. შვიდად ძერ, უკვე ყველაფერი მოვიფიქრეთ. ახლა ბორესა და ფედიას გადარჩენის ოპერაციას დავიწყებთ. მანამდე კი დაზარალებულებს ზღვეზელები წაუღეთ. ახლა დეიდას ზღვეზელებს შევჭამდი. არხის გათხრას ტბიდან დავიწყებთ, ანკი. წაქცეული ხე მოაშორე, ხელს შეგვიშლის. ბულ თორ, არხი გათხარეთ. ძერ, შენ ზევიდან ყველაფერს ხედავ, მიმართულება გვიკარნახე. ჩემი მიმართულებით გათხარეთ. პირდაპირ დასავლეთ ჩრდილო აღმოსავლეთით. ტურბოზავრებო წინ! მიწის ქვეშ რაღაც მაგარია. შესაძლოა ქვა არის. უნდა ამოვიღოთ. შემოვლითი გზის გათხრას ბევრი დრო დასჭირდება. ტრაკ, შენი დახმარება გვჭირდება. ბულს დაეხმარე. ოჩახ, ტრაკ, შენ ბორიამ და ფედიამ არ უნდა დაგინახონ. აქ მარტო მოვიწყენ. მე დავრჩები შენთან. ნახო წყალი როგორ წამოვა. ვიშველეთ! აქ ვართ! გადაგვარჩინეთ, გთხოვთ! ძალიან გთხოვთ! ამიტომ მაშველები გამოვიძახეთ. მადლობთ. მაშველები ასე სწრაფად რატომ წავიდნენ? ჩვენ თვითონ უნდა ვატაროთ ზურგჩანთების სახლამდე. ახლა ავტოპილოტით აღჭურვილი სამაშველო ტაქსი მოვა. შემდეგ კი მაშველები მოვიდნენ და გადაგვარჩინეს. ვერტმფრენიდან ხვეზელებიც კი ჩამოგვიგდეს. თითქმის ისეთივე გემრიელი იყო, როგორებიც შენ გაქვს, დეიდანორა. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ.